თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილე ევროპარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებულ რეზოლუციებში პოლიტპატიმრებად მოხსენიებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესი გრძელდება. საბაჯიქიასთვის 4 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისჯის შემდეგ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დღეს კიდევ ერთი 8 პირის საქმე განიხილა. ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის დღევანდელ სხდომაზე ორი მოწმე საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი მზია ცერაძე და თბილისის მერის დასუფთავების თანამშრომელი იოსებ მამადაშვილი დაიკითხა. ორივე მათგანი გუშინ 11 პირის სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით იყო დაბარებული. ცერაძის თქმით, 30 ნოემბერს აქციაზე საპატრულო სამსახურის 2 ავტომობილი დაზიანდა. ზიანის ჯამური ოდენობა 14394 ლარია. მოწმის თქმით, მანქანები ძალადობრივმა ჯგუფებმა დააზიანეს. ადვოკატ ნინო ლომინაძის კითხვაზე, საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, ცერაძემ წყაროდ საინფორმაციო საშუალებები დაასახელა. ადვოკატების მიერ დასმული კითხვებიდან გაირკვა ისიც, რომ ზია ცერაძე არც მანქანების დაზიანების ფაქტ შესწრებია და არც ის იცოდა თუ ვინ გააკეთა ეს. კიდევ ერთი ადვოკატის გუჯა ავსაჯანიშვილის კითხვაზე, თუ რა დოკუმენტს ეყრდნობა მოწმის ცოდნა, რომ მანქანები 30 ნოემბერს დაზიანდა, ზია ცერაძემ უპასუხა, რომ საქმეში დაცული დოკუმენტები მისთვის ცნობილი არ არის. 8 დაკავებულიდან 3 ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან 5 გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მომდევნო სასამართლო პროცესი 14 ივლისს გაიმართება.